დავავლოთ თვალი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გუშინ კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს კონკურს საუკეთესო სიმებიანი კვარტეტის გამარჯვებულმა მუსიკოსებმა. საღამოზე შედგა ასევე მათი დაჯილდოებაც. გამარჯვებულების საკომპოზიტორო და სამუსიკათმცოდნეო დარგში კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც მუსიკის მცოდნეების, კომპოზიტორების და შემსრულებლებისგან იყო დაკომპლექტებული. კულტურის სამინისტროში გუშინ ჟურნალ მუსიკის მეოთხე ნომრის პრეზენტაციაც გაიმართა. ჟურნალი მიმოიხილავს ქართულ პროფესიულ მუსიკას. და არ მარტო ქართულს, ესე იგი, მსოფლიო პროფესიულ მუსიკას მოიცავს, მაგრამ ძირითადად ქართულ მუსიკაზეა გამახვილებული ყურადღება და ინფორმაცია ეძლევა მკითხოს რა ხდება ქართულ მუსიკაში. შეიძლება ნაწარმოები შეიქმნას საკონკურსო ნაწარმოები, მაგრამ არ შესრულდეს არასდროს და თავზე შემოვიდეს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ყველა გამარჯვებული ნაწარმოები შესრულდება, შეიძლება რეპერტუარში დარჩეს ამ კვარტეტის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კონკურსიც ძალიან სერიოზული იყო, რომ ბევრი კომპოზიტორი მონაწილეობდა 15 თუ 16 კვარტეტი იყო წარმოდგენილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მრავალრიცხოვან კომპოზიტორებს შორის მეფტაწილად ბედნიერება და ეს პირველი პრემია შემხვდა.